გამარჯობა მეგობრებო, წინა ვიდეოში კი ვისაუბრე ამ თემაზე, რომელშიც უცნობს და უცხობს ვაკრიტიკებთ და რომელიც შეგიძლიათ ჩემს არხზე ნახოთ. მაგრამ ცალკე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება უცნობის მონოლოგის იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ დასაძრახები ის ადამიანები არიან და გასაკითხები, რომლებმაც პროტესტში მონაწილე ადამიანებს თბილისის გზა ასწავლეს. ყველაზე უფრო გასაკითხი ალბათ ის ხალხი არიან, ვინც ამ ადამიანებს თბილისში წამოსასვლელი გზა ასწავლა რა. იმიტომ რომ თბილისელმა კაცმა არ შეიძლება ის დამართოს თავის ქვეყანას, ესე ნალოლიავებს და ამდენი ხნის ძლივობით აშენებულს, დამშვენებულს იმ ადგილებს, სადაც გვიხარია ბავშვების მიყვანა და რაღაცა. მხოლოდ რა ვიცი, ესეთი თან გაუაზრებელი, მე არ ვიძახი რომ ძალიან ბევრი მეგობარიც მყავს, ვაკაციც მყავს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში, იქ ცხოვრები ადამიანები, უმაგრესი ხალხი, გემოვნებიანი, მაგრამ არა აი პროვინციული აზროვნებით რა. აი ეს პროვინციული აზროვნების ხალხი რო ჩამოდის აქ, ესმით, აი არ ვიცი ხა მეც ანუ ზოგადად ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის პროტესტის მიმართ არსებული სხვადასხვა ბრალდებები, ხო? ანუ ყველაფერი გვაქვს მოსმენილი და ზოგადად ისიც რომ რაღაც პროტესტისა არც ერთი ფორმა არავისთვის არასოდეს მისაღები არ არის. თუ თქვათ ხარ ადამიანი, რომელიც რაღაცა TikTok-ზე წერ ვიდეოებს, ამაზე გკითხავენ, რომ შენ ვიღაცა TikTok აქტივისტი ხარ, YouTuber-ი თუ ხარ, YouTube-ზე გძრახავენ ამ თემის. Facebook-ზე წერ შენ აზრებს, ამაზე გეუბნებიან, რომ რაღაცა ეს რანაირი აქტივიზმია და ასე შემდეგ. ქუჩაში გამოხვალ, გეუბნებიან, რა გახარ ქუჩაში. ბევრნი გამოხვალთ და გზა გადაიკეტება, იქ მოვა ვიღაცა და გეტყვის, რომ საიდ რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ხო? იქ ნამახვან ჰესის თემაზეც გვახსოვს, რომ მაგალითად მაშინ ლაპარაკი იმაზე იყო სამთავრობო პროპაგანდისტებისგან, რომ თურმე ჩამოვიდა ეს ხალხი და თბილისელები შეაწუხეს იმითი, რომ ხალხი ვეღარ მოძრაობს ქუჩაში და ამდენი საცობები არის. ყოველთვის არის რაღაცა, რაც ამ ხალხს არ მოსწონს და ასევე პროტესტის ფორმების გარდა არის ის ხოლმე რომ აი ვინ არის ის ხალხი ვინც აპროტესტებს, ხო? ჯერ დაიწყო იმითი რომ და დღემდე გრძელდება რომ ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა არის. იქ მერე სულ მუდმივად თან იმას გველაპარაკება სამთავრობო პროპაგანდისტული მედია რომ ეს ხალხი თან ეხა ემიჯნება ამ ხალხს და ამ ნაციონალები დამთავრებულები არიან და თან იმას გვეუბნებიან რომ კოლექტიური ნაციონალები არიან. მერე ვიღაცაზე ამბობენ რომ უსამშობლოები არიან, ვიღაცაზე ამბობენ რომ deep state-ის მართული არის, ვიღაცაზე ამბობენ რომ საერთოდ უკრაინელები უხდიან ფულს და ეხლა კიდე ეს თემაც რომ სოფლელები არიან ვისაც ვიღაცა მასწავლა თბილისის გზა და ნუ დანარჩენები არ ვილაპარაკებ, აი მარტო აი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მინდა ვილაპარაკო, სადაც ბატონი გია თბილისის კორიფე წუხს იმაზე რომ თურმე ესე იგი თბილისში და თბილისელი ადამიანი ესე არ მოიქცევა აი ამ ნალოლიავებ იმას, იმიტომ რომ ესე იგი აზგვეუნება ეს ადამიანი. ხალხი, რომელიც ერთიანობაზე გველაპარაკება, ხალხი, რომელიც სამშობლოზე გველაპარაკება, საქართველოზე გველაპარაკება, ქართულ ღირებულებებზე გველაპარაკება, ამ დროს გვეუბნება იმას, რომ თურმე ესე იგი თუ თბილისელი არა ხარ და ხარ ადამიანი, რომელიც რაიონში ცხოვრობს და შეგაწუხა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და უსამართლობამ და ჩამოხვე ჯერ ვიღაცამ უნდა გასწავლოს თბილისის გზა, ანუ შენ ქვეყანაში, შენს დედაქალაქში რო ჩამოხვიდი ადამიანი, ესე იგი ვიღაცამ უნდა გასწავლოს გზა, ისე არ ჩამოგესვლება და ისე ვერ ჩამოხვალ და თუ ვიღაცამ გასწავლა თბილისის გზა, მერე ჩამოდიხარ აი ამ პროვინციული აზროვნებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურმე ნალოლიავებ თბილისს ექცევი ცუდად და ფეხებზე კიდია შენი დედაქალაქი, შენი სამშობლოს მთავარი ქალაქი, შენი თანამოქალაქეები, ის ხალხი, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს, ფეხებზე კიდია და ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან, რომ ვიღაცამ შენ გასწავლა თბილისის გზა და თან ეს ყველაფერი არის, რომ deep state-ი გმართავს, ანუ deep state-მა და უკრაინელებმა და ვიღაცა სპეცსამსახურებმა ჩამოიყვანეს ეს სოფლელები თბილისში და ანგრევინებენ თბილის ნალოლიავებ თბილის
აი ეს დამოკიდებულება არა მარტო პროტესტში და პროტესტის მიმართ ზოგადადაც არის ხოლმე რა მე თბილისელი ბიჭი ვარ და მაგრად მევასება თბილისი მაგრად მენატრება რომელშიც 8 წელიწადი არის არ ყოფილ ვარ და მე ამაყება რომ თბილისელი ვარ ოღონდ იმიტომ კი არ მე ამაყება თბილისელი ვარ რომ ვიღაცაზე მეტად მიმაჩნია ჩემი თავი არამედ თბილისი ჩემი სახლი არის და თბილისური მუღამები და თბილისური პონტები და თბილისური უბანი და ეგ პონტები მევასება თბილისი ზოგადად თან გარდა იმისა რომ თავისი მუღამები აქვს თბილისის ერთ-ერთი მთავარი მუღამი ზუსტად ეგ არის რომ მაგალითად ყველა ადამიანი რომელიც ჩამოდის და თბილისი რა გზაჯვარედინი რო იყო იმისი რა ქვია აბრეშუმის გზის და იმაზე თან მე ხა მაგალითად იარმორკელი ვარ ეს არის ძველი თბილისის ნაწილი არის სადაც მაგალითად ამ თბილისურ ეზოებში უამრავი სხვადასხვა ნაციონალების და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ეს მეზობლობა სხვანაირად არის სხვანაირი მუღამებია და ასე შემდეგ რა ხო და პონტი და ეს მუღამი რომ მაგალითად ვიღაცა რაიონიდან იყო ჩამოსული ან ვიღაცა სხვა ეთნიკური წარმომადგენლობის იყო ეს არის ჩემთვის თბილისი ეს ორგანული ქსოვილი და ორგანული ნაწილი არის თბილისის და თბილისელობის მაგრამ გარდა ამისა როგორი თემა არის იცი ეხა თბილისელებს მე მაგალითად ყოველთვის მქონდა ხოლმე რომ სოფელი მაგრად მევასება სოფელში დავდიოდი ხოლმე ყოველ ზაფხულს და მაგალითად არიან ხა ისეთი თბილისელებიც ისეთი მეგობრებიც მყავს რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სოფელი და რომ ჩამყავდა ხოლმე რაღაც მუღამებს იქ სოფლის მუღამებს ვერ იგებდნენ ხოლმე და მე მთელი ბავშვობა ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე და მაგალითად ძალიან დიდი საძმაკაცო მყავს ჩემთან სოფელში და ვერც ერთი ჩემი სოფლელი ძმაკაცი ჩემზე პირადად ვერ იტყვის ან ჩემს ოჯახს რომ ვიღაცა თქვა ზემოდან უყურებდით მათ იმის გამო მათი წარმომავლობის გამო მაგრამ როგორი რაღაცა არის აი მე მაგალითად შევხვდი ვარ რომ თქვა ვიღაცა ტიპი რომელიც მოსულა მეორე სოფლიდან და სხვა სოფლიდან და ის არ მიცნობს მე და ჩემთან ურთიერთობა არ მქონია ერთი ორჯერ იყო რა ბევრჯერ არა მაგრამ ერთი ორჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა რომ რაღაცნაირად ეს პრეტენზია წამოუყენებია ჩემ მიმართ როგორც თბილისის წარმომადგენელისთვის რომ აი ახლა თბილისელები ესე ზემოდან რატო გვიყურებენ და რაღაც აი ეგ მაგ დუხში რა რაზეც მე ყოველთვის ჩემი პასუხი იყო ის რომ მე ძმაო ჩემს აქციელზე ვარ და ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი და იქ ვიღაცა თუ რაღაცა არასწორად იქცევა და ცუდად იქცევა და ზემოდან უყურებს ვიღაცას და ამპარტავანი არის ეგ მე არ მეხება და კაროჩე ვისთანაც აგაქვს ეგ პრეტენზია იმასთან გქონდეს მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება არის და ესეთი აზროვნება არსებობს თბილისელებში როგორც მაგალითად ბატონ გიასა აქვს და აი ამ კლიპში რასაც ჩვენ ვუყურებთ და შესაბამისად ეს განაპირობებდა იმას რომ რაღაცნაირად ესეთი შოვინისტური ჩატეხილობა იყო ხოლმე რა გარკვეულწილად და მოლოდინი და სტერეოტიპი თბილისელების მიმართ იყო ის რომ შენ აპრიორი რაღაცა სნობური დამოკიდებულება და კუთხური შოვინიზმით გამსჭვალული ხარ იმ ადამიანების მიმართ ეხა მე მაგალითად ჩემი საძმაკაცო თბილისური საძმაკაცო რომელიც შედგება თბილისელებისგანაც შედგება და იმ ჩამოსული ადამიანებისგანაც შედგება ოღონდ თბილისური საძმაკაცო არის ეს მიუხედავად იმისა რომ ვიღაცა შეიძლება სხვა ქალაქში არის დაბადებული და მე ჩამოვიდა და თბილისში ცხოვრობს და იქ გააგრძელა თავისი ცხოვრება თავი იმდენად აი ეს პონტი თბილისური ზუსტადაც ეგ იყო რომ ბევრი ხალხი სხვადასხვა ადგილ სოფალიოს სხვადასხვა წერტილებიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე და ამ ქალაქის ორგანული ნაწილები ხდებოდნენ რომ აი ეს თბილისური პონტაობა ზუსტადაც მაგას ნიშნავს ჩემთვის პირადად რა და ეხლა ვიღაცა შეიძლება თავის ანკლავში არის იქ სადღაც იმაში რა ქვია ჩაბუდებული რომ კრანში ყავა სადაც მოდის როგორც ზვიო იტყოდა ხო და მოკლედ აი ეს არასწორი დამოკიდებულება აი ეს უნდა ვნახოთ აი ეს ხალხი რომელიც რას გვეუბნება მუდმივად რომ აპელირებს იმ თემაზე რომ ვითომ ერთიანობა ვითომ სამშობლო ვითომ ქართველობა ვითომ ღირებულებები და ამ დროს აი ესეთი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თანამემამულის წინაშე რომელსაც მას კი არ ეუბნება რომ შენ შეიძლება უსამართლობამ შეგაწუხა და ჩამოხვედი დედაქალაქში იმისთვის რომ ადამიანებს შენი გვერდში დაუდგე იმიტომ რომ ხშირად იყო ხოლმე მეც რო ყოფილვარ საპროტესტო აქციებში ჩართული მათ შორის ნაციონალების დროს სხვათა შორის ძალიან ხშირად იყო ხოლმე რომ
ჩემთვის მაგალითად დაურეკიათ ჩემი სოფლიდან ან სხვა ისეთი ნათესავის თუ სადმე მყავს სხვა რაიონში რომ რა ვქნათ ჩამოვიდეთ და ისა რა ქვია ან მოდივართ და ასე შემდეგ და მოლოდინი და ყოველთვის გვიხაროდა ჩვენ თბილისელებს სხვათა შორის რომ ვიღაცები მოდიოდნენ იქიდან და გვერდში გვიდგებოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ ნაციონალების მოძრაობის დროს მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი და ეხა თურმე ეს ხალხი არის ისენი რომელსაც რაღაცა პროვინციული აზროვნება აქვს და ესე თბილისს არ უფრთხილდებიან და ჩამოვიდნენ და ესე იქცევიან ველურებივით რაღაც სოფლელებივით რომ თბილისს ესე შევაწყობას აყენებენ და ეს ხალხი მე მოგვიტრიალდება და გველაპარაკება რაღაცა იმაზე ღირებულებით სისტემაზე ეროვნულობაზე და ქართველობაზე და ერთიანობაზე და სამშობლოზე და ასე შემდეგ და ისა თვითონ აი ესეთი შოვინისტური დამოკიდებულება აქვს საკუთარი თანამემამულეების მიმართ და მე კიდე ვიღაცას უწოდებენ უსამშობლოს იმიტომ რომ იმან ევროკავშირის დროშა დაიკავა აქციაზე და ამ დროს თვითონ სამშობლოიანი და თვითონ ძალიან მაგარი პატრიოტი გიტრიალდება და გეუბნება იმას რომ თურმე ეხა თბილისელი ესე არ მოიქცევა ძმაო რომ ვინასწავლა ეხა ამათ აქ თბილისის გზა და ასე შემდეგ აი ამაზე უნდა კონცენტრირდეთ და ეს გაითვალისწინოს ძალიან ბევრმა ადამიანმა რომ როდესაც ეს ხალხი თქვენ გელაპარაკებათ სამშობლოზე და ეროვნულობაზე სინამდვილეში რა ღირებულებითი სისტემა აქვს და რა დამოკიდებულება აქვს საკუთარი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების მიმართ ხალხს რომელიც ვიღაცეების deep state-ის მოსამსახურეებს და უსამშობლოებს გაიძახის 24 საათი აი ამას დავუკვირდეთ მეგობრებო